თავდაპირველად დავიწყებ იმით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, განსაკუთრებული მობილიზება ახლა ამ ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ძალოვანი უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ახლაც ელოდებიან გამოგონილ საპროტესტო აქციას, თუმცა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია არ გაიმართება. რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩაატარებულ ჟურნალისტურ ექსპერიმენტს, მე ღია ხაზზე დაურეკე რამდენიმე ადამიანს, რომელსაც უყვებოდი, რომ დღეს აქციის მონაწილეები გეგმავდნენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას და ამის შემდგომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებდნენ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც მე დავასრულე მობილურით საუბარი რამდენიმე პირთან, ამის შემდგომ აქ დაიწყეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შეკრება. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვკითხეთ აქ მყოფ პოლიციელებს თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც აქ განსაკუთრებული მობილიზება გამოაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ კითხვაზე არ პასუხობენ. მიმდინარე ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ საპროტესტო აქციების ეშინია და ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც უკვე 73 დღეა ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ მითვისებულ და გაყალბებულ არჩევნებს. სწორედ ამ ადამიანების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად შეიკრიბნენ აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი მეტყველებს კიდევ ერთ რამეზე, რომ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება უსმენს ყველას და აკონტროლებს ყველას, ვისი კონტროლიც ჯერ კიდევ მათ შეუძლიათ. სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან, როგორც უკვე გითხარით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და სავარაუდოდ ამ ჩართვიდან ისინი გაიგებენ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით მოტყუდნენ სამართალდამცველები და ისინიც სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დატოვებენ მიმდებარე ტერიტორიას. იქ არავინ აღარ მიდის, ყველა მოდის კანცელარიასთან. და აქედან ექნება თერემ მსვლელობა. სავარაუდოდ 8-ზე შეიძლება ჩართვა გქონდეს, იმიტომ რომ უკვე გზაში არიან და ძალიან მალე მოვლენ რა. და მე უკვე კანცელარიასთან ვარ. კაი. საათ როგორ რაფორმით კაცმა არ იცის. ერთი ვიცი რომ აქ მოვლენ და მე შენ ეგრე თქვი რომ კანცელარიასთან შეიკრიბებიან და აქედან ექნებათ მსვლელობა. სად მიდიან კაცმა არ იცის. ანუ მე მგონია რომ 8-ზე უკვე ამბავი გვექნება, კი, იმიტომ რომ გზაში არიან ეხლა. ხო, გზაში არიან და მოვლენ წესით რა. ესე იგი კანცელარიასთან და სად მიდიან და რა არაფერი არ ვიცი. რატომ ხართ მობილიზებული კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე? საპროტესტო აქციას ელოდებით, რომ აქციის მონაწილეები მოვლენ აქ? გვიპასუხეთ რა. აქციას ელოდებით კანცელარიასთან? რატომ ხართ აქ მობილიზებული? რა საჭიროა პოლიციელების მობილიზება? აქციას ელოდებით? მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მეტყველებენ მხოლოდ ერთზე იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ ქუჩაში გამოსული მოქალაქეების პროტესტის ეშინია. ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შემდგომ, როგორც უკვე გითხარით, აქ ისევ რჩებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის აქ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ დაკავების ავტომობილებიც, რომლითაც ისინი ძირითად შემთხვევაში აკავებენ სწორედ აქციის მონაწილეებს. ჩვენც რჩებით, რა თქმა უნდა, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და ალბათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩვენთან ერთად დატოვებენ ამ ტერიტორიას, რადგან დღეს აქ აქცია ნამდვილად არ გაიმართება.